თინა თიმბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს და არხს მომდევნო 6 წელი უხელმძღვანელებს. სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრება დილიდან გაიმართა. წარადგინა პრეზენტაცია, სადაც აქცენტი განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებზე გააკეთა. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო ჩართულობით შეიქმნა ახალი პლატფორმები. საქართველოში პირველი უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1TV Play G და სპორტული არხი, პირველი არხი სპორტი. თინა თიმბერძენიშვილი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც მმართველობის მანდატი სრულად შეასრულა. ამ დროის განმავლობაში მან ორგანიზაციაში დანერგა მართვის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური მიდგომები. მისი ხელმძღვანელობით აშენდა პირველი არხის ახალი შენობა, რომელიც მასშტაბით და კომპლექსურობით უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. პირველად ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 6 წელია თავისი მანდატი შეასრულა. აქვე უბრალოდ სტატისტიკისთვის მინდა ვთქვა, რომ 2005 წლიდან, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაკეთდა საზოგადოებრივ მაუწყებლად, მან გამოიცვალა დაახლოებით 21 დირექტორი და მოვალეობის შემსრულებელი. ეს 6 წელი, როდესაც სრულად შეასრულა გენერალურმა დირექტორმა მოვალეობა, ვფიქრობ, როგორც ინსტიტუციისთვის არის სტაბილურობის ძალიან კარგი მაგალითი. მთლიანად ეს 6 წელი დაეთმო აი ამ საუკუნის პროექტს, რაც ჩემთვის პრივილეგიაა და მე მადლობას ვუხდი ჩემთან ყველას იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა, იმიტომ რომ ესეთ შესაძლებლობა შეიძლება ცხოვრებაში არ მოგეცეს და რაც თავარია, წარმატებით შესრულდა ეს პროექტი. ეს არის ტექნიკური და ტექნოლოგიური შენობა, რომელსაც ანალოგი ქვეყანაში არ აქვს. ერთი აშენება, რომელითაც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საუკუნის პროექტია და მაგალითია ჩვენი რეგიონისთვის და რატომაც არა და გვაქვს უკვე მაგალითები, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, ჩვენი ასე ვთქვათ წინადადებებით ხელმძღვანელობენ ასეტიდან და ღილაკიდან გადავედით რაღაც ეს ავტოპილოტზე მართვაზე, რომელიც დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოში აქვს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ტექნიკური საშუალებები. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მეხსიერება ჩვენი ქვეყნის დიახ ოქროს ფონდრი მემკვიდრეობა, რაც არა მარტო რაც იყო ის უნდა შევინახოთ, არამედ რაც დღეს ხდება, ამას ინახავს და შემდეგში კიდევ ვისაუბრებ, როგორ ვაკეთებთ ამას. არქივის პროექტი ასევე ჩემს განგრძობითობას უკავშირდება. თითეული სლაიდი ეს არ არის მხოლოდ რა გაკეთდა, არამედ რა უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ არქივის პროექტი არ არის დასრულებული. რამდენიმე მილიონი ფირი გადმოვიდა მხოლოდ რადიოს არქივის. თითეულის ნუმერაცია, ეს ხელით გაკეთებული საქმე, ეს არ არის ავტომატიზირებული საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეროვნულ არქივთან და მათაც მადლობა ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ და წარმოიდგინეთ იმ შენობიდან ყველა დაცლილი კანონის მიხედვით ან საკანონმდებლო ნორმებია, რომელსაც ანუ თითეული დოკუმენტი ისე განადგურდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში ჩამჯდარიყო. ამაში ეროვნული არქივი დაგვეხმარა. 3259 ტენდერი შესყიდვა და ხელშეკრულება გვაქვს ამ პერიოდში გაფორმებული. ხაზს უსვამ. გადაუდებელი შესყიდვა არ ვქონია, ანუ დაუგეგმავი შესყიდვა არ ვქონია. ყველაფერი დაგეგმილი იყო, რაც იცით, რამდენად რთულია ეს პროცესი და ხაზს უსვამ, რომ ეს პროცესი იყო გამჭვირვალე. შესყიდული ტექნიკის ღირებულება შეადგენს 59 მილიონ ლარს, ხოლო ახალი შენობა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული, რაც კი ხარჯი ყოფილა, ეს არის 101 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ვამგვალებ ზუსტი ციფრები მოცემულია და ეს ყველა ჩვენს ანგარიში არის წარმოდგენილი თითეული აუდიტის მიერ. დასკვნა, რომელიც მივიღეთ აი ამ 6 წლის მანძილზე, იყო უპირობოდ დადებითი. ეს არის ფინანსური ანგარიშების აუდიტი, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების აუდიტი და ეს არის საგადასახადო ანგარიშების აუდიტი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ორგანიზაციაში არსებობს შიდა აუდიტი, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომელიც ხანდახან ეს ცოტა ირონიულად და ცინიზმით მემახსენებენ ხოლმე. დიახ, ეს არის კონცეფცია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ ულიკ ჰარ გრუპთან ერთად, რომელიც დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ხელმძღვანელია, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად. ჩვენი ჟურნალისტი 18 ფიზიკურად გადამზადდა ამ უნივერსიტეტში დანიაში. მე მიხარია, რომ თითეული მათგანი, რომელიც დაბრუნდა, რომელიც ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი, ხო არ არის ეს პოზიტიური ჟურნალისტიკა, მეუნებოდა, რომ საერთოდ შემიცვალა დამოკიდებულება ჟურნალისტიკის მიმართ. კრიზისების მართვა დაწყებული არა მხოლოდ იმ ცნობილი მოვლენებით, რომელშიც მე პირადად აღმოჩნდი და აბსოლუტურად დღესაც ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, არამედ დაწყებული ისევ COVID პანდემიით, ისევ ომით და ასე შემდეგ.
უამრა. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ შევძელით ჩვენი ტელევიზიის საკუთარი ღირსები, საკუთარი საქმის საუკეთესოდ დაცვა. პირველი ქართული უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1TV Play, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, იმიტომ რომ ეს არ არის საიტის გაყიდვა, ეს არის აშენება პლატფორმის საქართველოში. მე ვუტოლებ და ეს კიდე უფრო კარგად გამოჩნდება, მე ესე მგონია მომავალში, ისეთ ტრანსფორმაციას, როგორიც აი ძალიან ბევრი სიახლე შემოვიტანეთ, ხო? ეს არის ნამდვილად უნიკალური პლატფორმა, ის რომ ყავს 9 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი, როდესაც მეკითხებიან რეიტინგი მე ბჭყალებში ვსვავ, ან როგორი ეს არის კონკრეტული შედეგი. საქართველოში 9 მილიონი ადამიანი არის დარეგისტრირებული ამ პლატფორმაზე. ასე ვთქვათ, ეს მონაცემი და ეს ბაზა ჩვენ გვაქვს. ჩვენ გავხდით ერთადერთი ვიტყოდით რეგიონში და 18 ევროპულ ქვეყანასთან ერთად წყარო, საინფორმაციო წყარო, როგორი ტიპის ინფორმაცია გადის ქვეყნიდან, ალბათ ვიცით, რომ ხშირად ვიტყვი თავს მივცემ უფლებას, ობიექტურიც არ გადის. ამიტომ პირველი არხის ყოფნა ამ პლატფორმაზე არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია გადიოდეს ჩვენი ქვეყნიდან და ამ პლატფორმის ჩვენ ამ პლატფორმაში ყოფნას მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, მე შევადარებდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად და მიხარია რომ ამ პლატფორმის წევრები ვართ. 50-ზე მეტი ჯილდო გვაქვს მიღებული, რაც უბრალოდ არ შეგვიძლია რო არ ვახსენოთ. კენჭის რამდა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. ბორდის წევრები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ. გასაპირებთ ამ საშტატრო განრიგთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ თქვენ ამ საკითხს, ამ საშტატრო განრიგს, რომელიც ასე ვთქვათ, ეს იქცა, შეიცვალა დაფინანსების წესი მაუწყებლის, ამან მნიშვნელოვნად შეცვალა არა მარტო წესი, არამედ დაფინანსების მოცულობა. 27 წლიდან ყველაზე ცოტა 2 წლიანი გეგმა გვაქვს, თუმცა ეს სამეურვეო საბჭოსთან გვექნება სამუშაო გარკვეულწილად მოგვიწევს ოპტიმიზაცია გარკვეულ ნაწილებში. ჩვენ მანამდეც მუდმივად გქონდა, ასე ვთქვათ, კამათი, ეხლაც გვაქვს, უნდა გქონდეს თუ არა ეს საშტატო განრიგი და მე ახლაც მიმაჩნია, რომ ჯობია ისეთი, ასე ვთქვათ, მოქნილობა დავიტოვოთ, რომელიც გვაქვს, უბრალოდ მაყურებელი ვინც გვისმენს, რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს ნუსხა არსებობს, უბრალოდ იმ ფორმით, როგორცაც ითხოვს, ანუ საშტატო განაწესი ამ ფორმით არ გვაქვს დამტკიცებული. თუმცა ვინაიდან როგორც უკვე აუდიტმა და წინასწარ ვიცით, რომ აუდიტს ამაზე კვლავ ექნება შენიშვნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშტატო ნუსხა დავამტკიცოთ გარკვეული ფორმით, ისეთი ფორმით, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, საშუალო. წარმოუადგენ საქართველოს საზოგადოების საკმაოდ სოლიდური სეგმენტის, ასე ვთქვათ, ინტერესებს, რომლებიც ძირითადად ჭობენ და ნატრულობენ საქართველოში პოლარიზაციის დაძლევით და დაძლევაზე საუბრობენ. ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ გააკეთა საზოგადოებრივ მაუწყებელმა, მაგრამ მე თქვენ გავწმუნებთ, რომ საქართველოზე უარესი სიტუაცია მაგ კუთხით თავის დროზე იყო, იგივე ჩრდილოეთ ირლანდიაში, იგივე ბოსნია-ჰერცეგოვინაში. თუ არსებობს ესეთი მზაობა, ან თუ მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ კუთხით აი ამ პრობლემატური ქვეყნების, ასე ვთქვათ, გამოცდილება და აი ამ პრობლემების დაძლევაში საზოგადოებრივ მაუწყებლის რაღაც გამოცდილებაც გავიზიაროთ და შეიძლება რაღაც პროგრამული ადაპტირებაც მოვახდინოთ. ერთ ბორჩი ვართ BBC-ის დირექტორიც და მეც და ხშირად ვცვლით აზრებს პირადადაც. მიუკერძოებლობა, აი სიტყვა მიუკერძოებლობა გახთა, ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ და რა არის ეს მიუკერძოებლობა ჟურნალისტიკაში? მარტო ჩვენი პრობლემა კი არ არის, ყველას, იმიტომ რომ ერთი ჩვენ რა გარემოშიც ვართ და მხოლოდ ჩვენ არ ვართ ეს ქვეყანა. ეს პოლარიზაცია არის აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში და თითქმის ყოველდღიურად ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაახლოებით ისეთივე სიტუაცია აქვს. მე რომ მომეჩვენება, რომ ამაზე უარესი არსად არაფერი არ ხდება, როგორც კი გავიხედავ მარჯვნივ და მარცხნივ და კარგია რომ მეგობრები ყავს, გვეუბნებიან რომ არა, მაგალითი ესეა, ყველგან ასეა. რაღაც ნაწილში, ანუ ადამიანებს, ცივილიზაციას გვაქვს პრობლემა და ეს ახლა ძალიან შორს არ წავალ. ზოგადად მართლა საკაცობრიო პრობლემა გახდა ერთმანეთთან საუბრის არარსებობა და ერთმანეთთან ესეთი დაპირისპირება. ვეცდებით, რომ ვიფიქროთ ისეთი ფორმატების დაბრუნებაზე, შემოტანაზე, განახლებაზე, რომელიც ნამდვილად საზოგადოებრივ მაუწყებლის ფუნქციის ნაწილში ჩვენ ქვეყანას გააერთიანებს და არა პირიქით ხელს შეუწყობს აი ამ რაღაცა ტიპის დაპირისპირებას. ნამდვილად ვეცდებით და მიზანი ეს არის. რატომ დასაჯეთ თქვენი თანამშრომლები მაგალითად პოსტების გაშეარების გამო ეს თქვენი ასე ვთქვათ
პოზიცია ესეთი, რომ თუ ადამიანი რომელიმე თანამშრომელი პოსტს გააშიარებს, ამიტომ თქვენ თავს აძლევთ უფლებას, რომ მას დაუქვითოთ მაგალითად მესამედი ხელფასის. აპირებთ თუ არა შეცვალოთ ეს მიდგომა, როდესაც ერთი პარტია ბევრად მეტ დროს იღებს თქვენთან ტელევიზიაში. ჩემთვის სულ ერთია, ეს არის მართველი პარტია, ეს არის ოპოზიციური პარტია, ეს არის რაღაც თვარიდან ჩამოსული პარტია, თუ ვინც არის. ჩვენ გვაქვს შინა განაწესი, რაც ნიშნავს იმას, მიუკერძოებლობა და ეს სიტყვა impartiality, არ მიყვარს ინგლისური სიტყვები, ქართული არის არაჩვეულებრივი სიტყვა, რომელიც მათ შორის კანონში ესე დიდად გაბოლდებულად წერია. რა არის ეს მიუკერძოებლობა? ამაზე უნდა შეელობდებს სხვადასხვა სამერო საბჭო. ჩემს სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, ეს აპრიორი არასწორია. ეს ნიშნავს შენ საჯარო სივრცეში შენ თავს მიეცი უფლება, გამოხატო მიკერძოებული აზრი. რისი უფლებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთ თანამშრომელს არ აქვს. როგორ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეფასებული ეუთო ოდირის მიერ აბსოლუტურად დადებითად და ის რომ ერთ პარტიას, მართულ პარტიას უფრო მეტი გაშუქება აქვს. თქვენ მე გთხოვთ, რომ აი შემდეგ ხლომაზე მომიტანოთ BBC-ს, ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის არჩევნების პერიოდი, როდესაც მართულ პარტიას არა აქვს ყველაზე მაღალი ნიშნული. მე გთხოვთ, რომ მომიტანოთ ეს და მე ვისა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, პოლიტიკური პროცესი, რომელზეც გავლენა საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ მოახდენს და იმიტოა ზუსტად მიუკერძოებული და დაბალანსებული, რომ ზუსტად იმ სტატისტიკას გაჩვენოს, რაც ქვეყანაში ხდება, როგორცაც აძლევს ხმას მომხმარებელი, როგორი აქტივობაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს იმ დღის წესრიგს მიყვება და სხვას არ გაყვება. აცხადებს რეპორტიორების საზღვრებს გარეშე, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაკარგა სარედაქციო დამოუკიდებლობა და მთავრობის კონტროლის ქვეშ მართველი პარტიის პროპაგანდისტულ პლატფორმად გადაიქცა. თითოეულ კორესპონდენცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან კი ვაპირებთ, რომ კონდეს და ვიცით, საქმის კურსში ვარ და გვაქვს კომუნიკაცია და ისევ და ისევ ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი წინააღმდეგ იყო დაგეგმილი და კარგად განხორციელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, კი ნამდვილად ამ ორგანიზაციის მიმართ, რომელზეც ჩვენ გვექნება რეაგირება მუდამ და არ გავჩერდებით. თინათით ბერძენიშვილი არის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ტელემენეჯერი. ჩემი ხმა თქვენ, ჩემო კარგო და გისურვებთ წარმატებებს და ალბათ კითხვა თუ იქნებოდა ჩემგან იქნებოდა ის რომ რას ვერ მიაღწიეთ და რას გააკეთებდით მეთქი რომელიც შეიძლება წლების წინ გულში ქონდათ რაც გინდოდა გააკეთებდეთ ტელევიზიაში, მაგრამ მე ვხედავ აქაც ჩანს მინდა რომ ყველაფერს წარმატება გისურვოთ. ყველაზე რთულ დღეებში ადამიანი არ კარგავს თვითკონტროლს, არ კარგავს საღი განშჩის უნარს, არ კარგავს საზოგადოების მიმართ კულტურული ურთიერთობის ძალიან მაღალ დონეს. ეს არის ძალიან არსებითი. ჩემი მოლოდინი თინა არის ის, რომ განათლების თემა, საზოგადოებრივი სინერგიის თემა, ღირებულებათა აქცენტირების თემა უფრო და უფრო მეტად დაიკავებს ადგილს ჩვენს ბადეში, იმიტომ რომ ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი გზა ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღების. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ რომან რათინა ბერძენიშვილი ამას მეგეუნები და მე მაქვს ამისი უფლება, იმიტომ რომ გარკვეულწილად ვიწყებდი ამ პროცესს, რომელიც დაიწყო, ჩვენ ამ შენობაში არ ვიქნებოდით. ეხლა შეიძლება ეს შენობას რომ მნიშვნელობა არ ქონდეს, არ აგიხსნით, ადამიანები გამოქვაბულში იქნებოდნენ დღესაც, უფრო იაფი იქნებოდა. ვინა ხაზი გაუსვათ, თქვენ აუდიტის დასკვნებს ყოველ წელიწად უყურებთ და იმ აუდიტ რომელსაც ჩვენ ვიხდით, როცა ნულოვანი ცდომილება არის და უნდა გითხრათ, რომ ეს ყოველთვის ესე არ იყო და მე ამ წარსულში არ წავალ, თუმცა თქვენ კარგად იცით, რომ მე კარგად ინფორმირებული ადამიანია, ეს ყოველთვის ესე არ იყო და ეს არა. კიდევ ერთი რამე, როცა ჩვენ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია და ესეც უკავშირდება თინათ ბერძენიშვილის სახელს, ეს არის ის სტაბილურობა, რომელიც მან თავისი ნერვების სიმტკიცის და თვისებების გამო შეძლო და შეინარჩუნა. ოთახები, სადაც კეთდებოდა ის პროპაგანდისტული გადაცემები და ბერეცად გადიოდა. უნდა გითხრათ, რომ ლაბორ მათ შორის სპორტი ახსენეთ თქვენ და გამახსენდა, რომ სპორტს ყიდულობდა პირველი არხი და გადიოდა სხვა ტელევიზიებში და ასე და ასე. ეს ყველაფერი რჩებოდა, ესე იგი, სრულიად მიღმა. მე უნდა გითხრათ, თქვენ ახსენეთ აქ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. უნდა გითხრათ, რომ ესე იგი ისტორიისთვის არის კადრებში ჩაწერილია და 10 წაწერები იწვიან და არც კასეტები აღარ იწვიან ციფრული. ეს აღარ არის, სამეურვეო საბჭოს წევრს მოუნდა, ან ვიღაცამ ტელეფონი აიღო და ეს გადაცემა გავა არ გავა. გავა ის გადაცემა თავის წესით რო არის.